მოთხოვალიას რამდენიმე ერთეული მძიმე ტექნიკა და რამდენიმე ასეული ჯარისკაცი ყავს. 2 ოქტომბერს მისი ნაწილები სტრატეგიულ ქალაქ ფოთს იღებენ. შეტაკებაში რამდენიმე ჯარისკაცი იღუპება. ფოთის აღების შემდეგ პორტში არსებული ფქვილის მარაგი, რომლის დიდი ნაწილი თბილისში უნდა გაგზავნილიყო, გამსახურდიას მომხრეების ხელში გადადის. თბილისში პანიკა იწყება. აფხაზეთში განცდილი მარცხის შემდეგ სამხედრო ნაწილები დაგსახსული და დეზორგანიზირებულნი არიან. არ ჩანს ძალა, რომელიც ზუსტად გამსახურდიას თბილისის საკენტრონებაში აჩერებს. პარალელურად საქართველოს დედაქალაქში გამსახურდიას მომხრეები გააქტიურებას იწვევენ. დაბნეული ედუარდ შევარდნაძე ჯაბა იოსელიანს ძალაუფლების ხელში აღებას თხოვს. უკვე მოდიან ერთი ამბავია რაღაც აქ უკვე პანიკა შემოდნებს ალაგებენ რაღაცა ამ სისხლის შემდეგ კიდე რომ გამსახურდიას რევანშისტები მოვიდნენ და ეს ეხო საერთოდ რა ამბავი იქნებოდა და დაიწყებოდა სასამართლოების ფეხში ჩამოკიდება ხალხის და თელი ამბავი. ხო და მე ავედი მე შევარდნაძესთან მაგათთან ერთად და შევარდნა მითხრა რომ აიო ძალაუფლება ხელში. თბილისში იქნება საგანგებო კომიტეტი, რომელსაც ჯაბა იოსელიანი ჩაუდგება საფრანგეთში. ოქტომბერს მეამბოხეები ხონს უბრძოლულად იკავებენ, თუმცა 4-ში ღამით თბილისიდან მოსულ აზმებთან შეტაკების შემდეგ რაიონული ცენტრის დატოვება უხდება. 17 ოქტომბერს კი გამსახურდიას მომხრეები სამტრედიას იღებენ. საგანგებო კომიტეტის თავმჯდომარე ჯაბა იოსელიანი ტყვედ ჩავარდნას შემთხვევით გადაურჩება. ვითარება კრიტიკულია. იარაღი არ აქვს, ხალხისთვის იარაღი არ აქვს. შეპირებული იყო ერთ-ერთი დიდი ჩიგი სამხედრო შეპირებული იყო თუ 200 ავტომატს მიცემას. ეს ქუთაისში უნდა მიმეყოვე და ჩავედი, ხოლო ეს ყველაფერი მუქტად კი არ იყო ეს. ფული უნდა მიმეცა და ყველაფერი. ჩავედი და მის კაბინეტში შევედი, ის ტელეფონით ელაპარაკებოდა ზუგდიდს. და ზუგდიდს ეუბნება რომ თქვენ იქით ვეღარ წახვალთ. და იქიდან რა ლაპარაკი არ ვიცი. არ მესმის. მე ახლა გამახვილებული უყურებ რას ლაპარაკობს ზუგდიდი რაღაცა და ხო და იქ რაღაც რუკაიდო და ვითომ თავჩაღუნული ვითომ რუკას უყურებ, რუკას არ უყურებ, იმას უსმენ. რას ლაპარაკობს. მერე დარეკა რეუთან. და უთხრა რომ რეუთან დარეკა რომ მე ახლა ველაპარაკე რომ სგვარი არ დაასახელა, მაგრამ ზუგდიდში ვისთვის უნდა ელაპარაკა, ან იქნებოდა ეს გამსახურდი, ან იქნებოდა ქობალი. ველაპარაკე და უთხარი იქით ვეღარ წახვალთ თქვენ. ხო და მე დაგედა ყურბილი და მიყურებს მე და მე კიდე ვითომ არ მესმის ეს რაც შედა. და ეგო ვიციო რა არის, რა უყურებ შენ, რა უყურებ, რა არის მეთქი. აი სამწითელი ტანგეროა ჩახატული ხედაო ხო რა არის? რომ უთხარი ეს და ფოთან არის. აი იქნამდე მოვლენ ეგენიო და დამთავრდება აქეთ იქნება შევარდნაძე, იქით იქნება გამსახურდი. ის ახლობელი კაცი იყო ჩვენი, ეს ჯერ არ მინდა ამის დასახელება, იმიტომ რომ კიდევ შესაძლებელი ეს კაცი ჩვენ გამოგვადგეს და საერთოდ რაც იყოს. ამიტომ მათქო ჯაბა თუ 2 დღეში მოახერხებს სამტრედიისა და ხონის აღებას, არა გადარჩება ეს ამბები. ამ პერიოდში გამოჩნდნენ თბილისში ხელისუფლების აღების ახალი პრეტენდენტებიც, რომლებიც გამსახურდიასა და შევარდნაძის შორის დაპირისპირების თავის სასარგებლოდ გამოყენებას ცდილობენ. არღებულობს მონაწილეობას დივიზია რუსეთის ბათუმში არსებული გლადიშევი. არაფერში არ გამოდის ჩვენთან და იქ რაღაც სხვა ამბები მუშაობდა, ის მერე აწივილაპარაკოთ. იქ თოდა ისეთი იქ უკვე ბინძური მომენტებია, იქ არის ის რომ გამსახურდიას გამოყენება უკვე მოყვანა შევარდნაძის წასვლა, ორვეს წასვლა და ვიღაცა იღებს ხელისუფლების ძალაუფლებას ხელში. თბილისმა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში შეცვლაზე განცხადება გააკეთა. რამაც სამოქალაქო ომის ბედი საბოლოოდ შევარდნაძის სასარგებლოდ გადაწყვეტა. სამხედრო მოქმედებების დაწყებიდან რამდენიმე კვირაში საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში შევიდა. 5 ოქტომბერს გენერალურ პროკურატურაში გამსახურდიასა და მისი მომხრეების წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისა და ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით დაწყებული შეთქმულებისათვის. ბრალდება სამშობლოს ღალატით კვალიფიცირდებოდა.
და სასჯელის უმაღლეს ზომას დახვრეტას ითვალისწინებდა. საქართველოში დისლოცირებული რუსეთის სამხედრო ბაზებიდან შევარდნაძის მომხრეები მძიმე სამხედრო ტექნიკასა და რამდენიმე ასეულ ავტომატს იღებენ. თავის მხრივ გამსახურდიას მხარეს აფხაზი ბოევიკები იბრძვიან. აფხაზები ჩემთან მომოდნენ, ბევრი. ჩემ გვერდით იყვნენ და კანონიერი ხელისუფლების ასარგებლად იბრძოდნენ ის ხალხი. იყვნენ ბევრი ასეთი. თუმცა თვითონ თხოვდნენ რომ ისა არ გამოჩნდიყარით რომ თვითონ თავიანთ ხელისუფლებაზე არ მოეხდინა მაგაცებს ეწოლა და რაღაცეები. 22 ოქტომბერს გამსახურდიას მომხრეებმა ბრძოლით დათმის სამტრედია და უკან დაიხიეს. იმავე დღეს დატოვეს ხონიც. 25 ოქტომბერს კი ფოთიდან ბრძოლის გარეშე გავიდნენ, რადგან ქალაქს რუსეთის სამხედრო ფლოტი ადმირალ ედუარდ დიმიტრის ზეპალტინის მეთაურობით მოადგა. როდესაც უკვე ფოთის ეკვატორზე დადგა რაკიან ბალტინის ფლოტი, რომელიც სამეგრელოში არ არსებობს ისეთი ადგილი, სადაც იმის ქვემეხების ჭურვები არ მიწვდეს. არ არსებობს ისეთი ზღვისპირზე დაუყევი და ყველგან შეიძლება სადაც უნდა ჩააგდონ ისა და რაციონალური გაწევა შეიძლება. უბრალოდ შეუძლებელი იყო. გადამწყვეტი ბრძოლები სენაკთან გაიმართა. ქალაქი ორივე მხრიდან ინტენსიურად დაიბრუნდა, რასაც მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მოჰყვა. დაახლოებით 1 კვირის განმავლობაში სენაკი რამდენჯერმე გადავიდა ხელიდან ხელში. გამსახურდიას მომხრეების ერთმა ნაწილმა სამეგრელო დატოვა. 27-ში დილით შევიკრიბეთ კათენებისას და მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ დეპუტატები მოგეცენებათ მე იარაღი არ მჭირი ასე ხელში და არ ვიფრთხილდი, მე ჩემ მოვალეობას ვასრულებდი, როგორც უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დეპუტატებს დაგვეტოვებინა ზუგდიდ. სენაკის დათმობის შემდეგ პრეზიდენტ გამსახურდიას მომხრეებმა გამარჯვების იმედი დაკარგეს. ხედრიონი და შინაგანი ჯარის ნაწილები ამბოხებულთა მთავარ ქალაქს ზუგდიდს უახლოვდებოდნენ. იძულებული ვიყავი და მიიღო პრეზიდენტმა უშუალო გადაწყვეტილება მიიღო, რომ შეგვეწყვეტა სამოქმედებები და შიშობის საბჭომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, ერთ-ერთი ვიყავი და მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაგვეტოვებია საქართველო. და პრეზიდენტმა თვითონ თქვა, სანამ მე ვიქნებიო საქართველოსიო, რუსები არ მოისურვებს არ შევარდნაძე და არც რუსეთი არ მოისურვებს და განადგურებენ ამ კუთხესაც და უნდა დავტოვოთ.